ევროკავშირის კიდევ ერთი მკაფიო პასუხი ქართული ოცნების დეზინფორმაციას და პროპაგანდას. ოცნების ლიდერებს ევროკომისიის პრეს-სპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერი პასუხობს. ისიც ევროკავშირისა თუ მისი ცალკეული ქვეყნების მიერ გავრცელებული განცხადებების მსგავსად კითხვებს სვამს ადგილობრივი არჩევნების დემოკრატიულობაზე და ხაზს უსვამს რეპრესიებს მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საკუთარი ელჩის მიმართ საქართველოში. რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება მოჰყვეს ევროკავშირის მხრიდან ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ქმედებებს? ლუკა ხაჩიძე მოგვიყვება, რომელიც ბრიუსელში დაესწრო ანიტა ჰიპერის პრესკონფერენციას. ოლიგარქის მთავრობა ევროკავშირზე თავდასხმებს აძლიერებს ოცნებიდან დაანონსდა ხვალისათვის განცხადებაც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. პარალელურად კი აქ ბრიუსელში შეფასებები უფრო მწვავე ხდება, შეიძლება ითქვას. ოცნება იყენებს რუსული სახელმძღვანელოდან აღებულ პროპაგანდას, გითხრა რამდენიმე წუთის წინ ევროკომისიის პრეს-სპიკერმა ამ განცხადების მიზეზი გახდა ტყუილების ის კამპანია, რომელსაც ოლიგარქის მთავრობა აწარმოებს და რომლის ნაწილიც განსაკუთრებით ბოლო დღეებში გახდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს ევროკავშირი ცდილობს ოლიგარქის მთავრობის სახლში გაშვებას, ანუ სახელმწიფო გადატრიალებას. ფორმულას კითხვაზე ევროკომისიის სპიკერის პასუხით დადასტურდა ისიც, რომ დასავლეთისათვის 4 ოქტომბრის პროცესმა დემოკრატიულობის ტესტი ვერ ჩააბარა. ჩვენ ნახეთ, რომ შაბათ ჩატარებული არჩევნები აღინიშნებოდა ინტენსიური რეპრესიებით მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციურ პარტიებზე. ასევე ვნახეთ დაბალი აქტივობა. ასევე იყო აღნიშნული ბოიკოტი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ მიიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები ეუთო ოდირიდან. ამ ყველაფერმა ძირი გამოუთხარა დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობას. ასევე ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ეწევა რუსული სახელმძღვანელოდან აღებულ პროპაგანდას, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციას და ჩვენს ელჩზე თავდასხმას, რომელსაც აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. გმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას ორივე მხრიდან. ევროკავშირი ყოველთვის გამოდის მოწოდებით, რომ პროტესტი და დემონსტრაცია მშვიდობიანი უნდა იყოს, რადგან ეს არის ხალხის უფლება როგორც ასეთი და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. ევროკომისია ასევე აგრძელებს ოცნების მანიპულაციურ განცხადებებსა და დეზინფორმაციაში მხილებას. ოლიგარქის პრემიერმა ევრონიუსში გამოქვეყნებულ ოპედში დაწერა, რომ თითქოს საქართველოს ევროკავშირისაკენ გზაზე აქვს პროგრესი და რომ 2030 წლისთვის ბლოკში გაწევრიანება რეალისტური და მიღწევადია. ბრიუსელი კი საპასუხოდ განმარტავს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიული უკუსვლა და რომ კონტაქტები სწორედ ამიტომ ოცნების ხელისუფლებასთან ახლა მინიმუმამდე არის დაყვანილი. აშკარაა, რომ ეს დიპლომატიური განცხადება უნდა აღვიქვათ როგორც ბრიუსელის პოზიცია, რომ კობახიძე სწორად არ აღწერს არსებულ ვითარებას. ოლიგარქის პრემიერმა ამავე ოპედში გაიმეორა კიდევ ერთი დეზინფორმაცია, რომ ოცნება მუშაობას აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას. ეს მაშინ, როდესაც არაერთხელ ითქვა, რომ არც ერთი სხვა შეთანხმება არ ანაცვლებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც საქართველოს მიიღო რეკომენდაციების სახით და რომლებიც ოცნებამ არ შეასრულა. მასშტაბური დემოკრატიული უკუსვლის გამო საქართველოსთან მინიმუმამდე დავწიეთ პოლიტიკური კონტაქტები, ასე რომ მთელი ჩვენი მხარდაჭერა მიმართულია დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისკენ. რაც შეეხება ინტეგრაციის პროცესს, ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიო განცხადებები გააკეთეს, რომ ინტეგრაცია მიღწევებზე დაფუძნებული პროცესია და რაც ვნახეთ არის ის, თუ როგორ უქმნის ამ გზას საფრთხეს საქართველოს ხელისუფლება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბებიან 20 ოქტომბერს, მომდევნო დღეს კი უკვე ზოგად საქმეთა საბჭოს ფორმატში. საქართველოს ამ დროისთვის არ არის განსახილველ საკითხებს შორის, მაგრამ არ არის გამორიცხული დღის წესრიგში ცვლილება შევიდეს განცხადებების ინტენსივობა ბრიუსელიდან. აშკარად მიუთითებს, რომ ბლოკი საქართველოში განვითარებულ ნეგატიურ მოვლენებს აქტიურად აკვირდება და ეს მაშინ, როდესაც გაერთიანება ემზადება, რომ იმის ჩელოს შეუჩერდეს თუ არა ქვეყანას უბიზო მიმოსვლა.